ყობას ოჯახი და ყობა თავის შვილებთან ერთად შაბათობით იღომში ჩამოდის ხოლმე დიღმის ბაზარში და ჩამოაქვს თავისი მოსავალი, თავისი ოჯახში მოწვეული მოსავალი და ნახეთ რა ხარისგულები მომიტანა. ნერვიულობს ხოლმე მაყურებელი, ნუხლე ჩაო, მაგრამ გასახლეჩად მინდა, სათესლეთ მინდა და იმ დარჩენილიდან ვინერვიულებ. დარჩენილიდან შვენივრად გამოდის ტომატი, ტომატ პასტა სასწაული. და მე ჩიჟიბიჟის ვაკეთებ ხოლმე. აი როგორია ნახე. ფლად და შაქრული. მithქვამს მე ეს რომ აღმოსავლეთში ისეთი კაი არ გამოდის როგორც დასავლეთში. მაგრამ შეხედე როგორია მარმელადი ვითარ. ძალიან კარგია და არაჩვეულებრივად გემრიელი. თესლებს შევაგროვებ, წყალში ჩავყრით, დავაჩერებ ერთი ღამე კილაში, წყლიან ჭურჭელში და რაც დაილექება დაბლა წავა, გადაუწურავთ მე კილას წყალზე, რაც დარჩება ის უნდა აიღოთ თესლა. კიდე უკეთესები მოვახლე, ეს ფლად პირველი მოსავალია ძირებიდან და აი მეორე სართულზე მეორე მოკრეფა უკეთესი იქნებაო შემტირდა და მამაჩემი შეპირებულია, ჩემთანაც კარგად ასხია წელს და აუცილებლად გაჩვენებ თესლის აღებას. შეხედე როგორა დაბზარული, სათესლეთ ასეთი კაია, გადამწიფებულია უკვე. არა მსხვილები, მაგრამ კაია მაინც ნახე, ესე ის კაია. ნაყოფი ყველა კაია, მსხვილიც რომ არა, ისიც გემრიელი. ხა დანით გავჭი. საზამთროსავითა. სულ არა აქვს თესლი, შეხედე, ამხელა პამიდორში. აი 20 ცალი თესლი იყო შეიძლება. და მე მედავებიან ბევრი რატო არ გაქვს თესლიო. თვითონ ჩემზე უფრო უნდა თესლი რომ მქონდეთ თვითონ. თესლებს გავაშრობთ, რბილობს საცერზე გავხეხავთ, ხავთან ერთად ჩავთუშავთ და შევინახავთ ზამთრისთვის ჩიჟიბიჟებს ვაკეთებ ხოლმე კვერცხთან ერთად და ძალიან მიყვარს. ფუმფულა ყურთან, ფურნის ყურთან ერთად უკეთესი საჭმელი არც ვიცი. ძალიან გემრიელია, ძალიან. ეხლა ნინო წასულია გურიაშია, ბჟოლიეთში. დაბრუნდება და გავაკეთებ ჩიჟიბიჟის. ხედე როგორი ჩაშაქრებულია. გურულები მურაბას ვეძახით, ჩაკრიპუჭდაო მურაბაზე, ჩაკრიპუჭებულია, შეხედე. სვარიანია სულ. ჩამწიფებული. ძალიან კაია, ძალიან. ვალი არ არის როგორც შარშანი იყო. შარშან ნოემბრამდე ესხა. წელს უკვე დაიწყო დაჭკნობა და ისეთი არ არის როგორც მინდა რომ იყოს. იმიტომ რომ ძალიან სიცხეები რომ იყო, აი მაშინ გაუჭირდა. ეხლა იწვიმა დღეს და მე მგონი რომ ეს ცოტა გამოახედებს თვალებში. მინდა რომ თქვენს კაი მოსავალი გქონდეთ, წერენ სოფელის სურებიდან, ქალბატონი რუსუდანი. არაჩვეულებრივი ფოტოებს გვიგზავნის. არაჩვეულებრივი მოსავალი აქვს სურებში. სამშობლოა მისი. მეგრელები წერენ ზუგდიდიდან და ფოტოებს მიგზავნიან. ნელ-ნელა იმათ მოსავალსაც გაგიზიარებთ. არაჩვეულებრივი მოსავალია, მამაჩემთანაც არაუშავს წელს. იმედი მაქვს რომ თქვენც მიიღეთ წლევანდელი ჩითილებიდან მოსავალი. ზოგიერთი უკმაყოფილოა ყვავის და არის ხამს, ასხია და არ მწიფდება, მიშავდება, გამიშავდა ნაყოფი, მამაჩემი ამბობს რომ აღრა, მაგრამ ჩვენთან არაუშავს. მართაბებოს გადავაბარებთ და მიხედავს აიღებთ ეს. დიდი მადლობა ყობას და მის არაჩვეულებრივად მშრომელ ოჯახს. შემდეგ მოსავალზე აუცილებლად ჩავალ და ერთად ვნახოთ როგორი ნაშრომი აქვს.